მოგესალმებით კიდევ ერთხელ ისევ მედეთაზე. დღეს გვინდა ვისაუბროთ ბროკერების როლზე და პროცენტზე, რაც არის სტანდარტულად 3% და რატომ 3%. გვინდა რომ ავხსნათ რეალურად რას ვაკეთებთ, როგორ მუშაობთ და იმედი გვაქვს, რომ სასიამოვნო მოსწრენი იქნება თქვენთვის და საინტერესო. მოგესალმები ლიკა, როგორც იქნა დადგა ეს ნანატრი დღე, როცა ჩვენს პროფესიაზე სიღრმისეულად გვინდა რომ ვისაუბროთ და აი ეს ეპიზოდი ვფიქრობ ყველაზე საყურებადი უნდა იყოს ადამიანებისთვის და რა კითხვებიც აქვთ, აი ამ ეპიზოდში ვეცდებით რომ გავცეთ პასუხი ამ ყველაფერს. რაც ჩვენ ამ წლების განმავლობაში ჩვენი პრაქტიკიდან დაგვიგროვდა იმ შეხვედრებიდან, სადაც ყოფილვართ. და არა მხოლოდ შეხვედრებიდან, სატელეფონო ზარებიდანაც. რეალურად ამოუწრავი თემაა, მაგრამ ჯობია კითხვა-პასუხში გავიაროთ და მეც როგორც შემატყობა მაყურებელმა ლაპარაკის ჟინი ყოველთვის მაქვს და მინდა რომ უფრო დეტალურად ჩავშალო ახსნა და ხან შეიძლება ის თავი აზრი იკარგებოდეს, მაგრამ ჯამში შეიკრება ერთი სურათი დაწონებული ვარ. კი ბატონო და შენი აზრით და ჩვენი აზრი მოდი ვთქვათ ორივე, უნდა იყოს თუ არა ფიქსირებული 3% თუ ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს ეს აგენტის შრომის ანსაურება. მოდი მე მაგ კითხვაზე და ყველა კითხვაზე ამ შემთხვევაშიც და სხვა შემთხვევაშიც გავცემ ორივე მხრიდან რა, იმიტომ რომ მაყურებელმა ისე არ ჩათვალოს, რომ ჩვენ მტკიცებთ ადამიანებს იმას, რომ ჩვენ ეს გვეკუთვნის და ასე ვთქვათ, ამაში აი 3% თუნდაც ხო და არა რატო არა 4-ან 2 არა, ხო? ანუ ორივე კუთხიდან, ან მე ხარ როგორც შუამავალი იმ კუთხიდანაც ვიტყვი და როგორც გამყიდველი ვაკუთხიდანაც. აი რატომ მე არ უნდა დამენანოს რომ 3% გადავიხადო რა, ეგ უფრო მნიშვნელოვანია რეალურად. და მე მქონია ეგეთ შემთხვევები, ეხა ცოტა გადავუხვევ, რომ მე პატრონეს გამიყიდია უძრავი ქონება თან იმ დროში, როცა ძალიან დიდი პრობლემა მოუგვარე და 3%-ის გარდა თვითონ უჩუქებია ფული. ან თავის, თქო, ეგ კომპანიაში მისატანი ფული არ იყო. მოხდებით, ან მე დაქირავებლად მუშაობდი სხვა კომპანიაში და 3%-ზე გადავიხდი, უბრალოდ შენ ეხა ისეთი რაღაც მომიგვარეო, რომ რეალური ისტორიის ხვები, რომ მადლიერი ვარ მამ ადამიანის და იმიტომ არა, უბრალოდ მე დავინახე პირველ რიგში მადლიერება. ან თანხა, რა თქმა უნდა, ჩვენ აქ პანჩურზე არ ვმუშაობთ, ხო? მაგრამ თანხა ძალიან მნიშვნელოვანი იყო მადლიერების გამო ჩემთვის. და არ იყო ეგ ცოტა თანხა. რაც შეეხება კითხვას, რატომ უნდა ჩავერთოთ ჩვენ, ხო? უნდა იყოს თუ არა ფიქსირებული 3%. ფიქსირებული უნდა იყოს. ინდივიდუალურად უნდა ხო, აი, მაგაზე ჩემი აზრით, გინდა იქიდან კუთხიდან ვქო და გინდა აქედან კუთხიდან, ამ შემთხვევაში ჯობს რომ იყოს ფიქსირებული ყველასთვის. ანუ რეალურად ეგ 3% გიმყიდველი იყო, ხან გამყიდველი ხარ, ხან ყიდველი ხარ, ხო? ანუ პოზები იცვლება, მაგალითად დღეს გქონდა კომუნიკაცია, ადამიანი იყიდის ქონებას, კომერციულს და უნდა მერე შეიძინოს ორი ბინა. ანუ ორივე არის ამ შემთხვევაში. და ეგეთ შემთხვევაში თვითონაც 3%-ის გადახდაზე ეს ადამიანი პირიქით მეტი ხო არ არისო საჭირო მეუბნება. ანუ ეგეთი ადამიანებიც არსებობენ. რომლებიც აი რეკლამაში რო ხარჯავთ ფულსო, დღეს ხოლმე გადავიხადო რამეო. ანუ როცა ადამიანს ისეთ საქმეს უგვარებ, მაგაში თანხის გადახდა ეს ჩვეულებრივი ხელი ხელს ბანს და ორივე პირს. ანუ ორი მხარე, ორი უნდა იყოს ასე თუ ისე ბედნიერი. მე ამას ვამბობ. და არა მარტო მე ამას არ ვამბობ, ანუ ჩვენ ვინც ვართ ამ საქმიანობაში ამდენი წელი კულუარებში ერთმანეთთან საუბარში ყველა მაგას ვიძახით, რომ აი რატო უნდა გქონდეს მაგის მტკიცება და რატო უნდა გჭირდებოდეს მაგის მტკიცება, რომ ჩვენი რესურსი რაც იხარჯება, რომ უნდა იყოს შეფასებული კონკრეტულ თანხად. გინ 3% დავაქვი და გინ კონკრეტული თანხა იყოს. ეხლა შეიძლება 3% ისე გამოვიდეს, რომ იყოს $3200 და შეთანხმდე $3000-ზე. ანუ ეგ ძალიან ადამიანურია და ხვდები, ანუ მოლაპარაკებადია და მაგაზე გინ იტყვის უარს. უბრალოდ არაფრად რო არ შეთანხმდეს, აი ეგეთი ადამიანების უბრალოდ მე არ მისმის, აი მოხვედი, ილაპარაკე, ერთ შეხვედრა, ვიდეო გადაიღე, მერე წავედი იუსტიციაში გადავაფორმეთ და აი რაში უნდა გადავიხადო, ხო? ანუ აი მეორე კუთხიდან ეგაა, რომ დღეს მაგალითად ქსელურ მარკეტებში და ბევრ სხვადასხვა სამსახურებში ადამიანები დღიდან საღამომდე მუშაობენ ღიურ 30 ლარ ხელფასზე მაგალითად, ხო? და აქედან თუ შევადარებთ ცოტა რთულია, რომ აი ესე მალე ამდენი $-ები რატომ უნდა მოგცე? კი, და ხშირად აქვთ ეგ კითხვა გამყიდველებს, რომ რატომ უნდა მოგცეთ 3%, რაცა შემიძლია თავად გავყიდო, მაგრამ ეს 3% ხომ მხოლოდ ბინს გაყიდვა არ არის, ანუ ენერგია, დრო, ჩვენი რესურსი ყველანაირი
ვსდევთ ყველაფერს, რომ ეს დავიმსახუროთ, ესე რომ ვთქვათ, უხეშად. ხო, დამსახურება ეგ არის, აი მეც მაგალითად ვეთანხმები იმ გამყიდველს, რომელიც იძახის, რომ მხოლოდ ფოტო რო დააკოპირა და ფონებას ნახევრად არ იცის და გაყიდა, აი მაგ სერვისში 100% ნამდვილად, აი მე პირადად არ გადავიხდი. აი მე ჯერ დასაყიდი ქონება არც მაგ ამ წუთას, მაგრამ როცა მექნება, მე პირადად არ გადავიხდი იმის მიხედვით, რომ ძალიან ლოიალური ვარ ამ საქმიანობის. და რაც უფრო მეტად სიღრმეებში შევედი ამ წლებში, უფრო მეტად ვიხდი, რომ ძალიან ცოტა დაუფასებელია და დაუფასებელი ზუსტად იმ კატეგორიის ადამიანებისგან გამომდინარეა, რომლებიც აი ეს მხოლოდ ამ ფოტოების კოპირებაში თავის საიტის ლოგოსაც კი რო არ მოხსნიან. და აი მხოლოდ მაგას რო აკეთებ, ერთი ზარი აიღე ქონება, უცებ დარეკა ადამიანმა, უცებ გაყიდე და შეიძლება 6-3% სოლიდური თანხა იყოს, მაგალითად, ხო? აი $10,000, ხო? აი ჩემი აზრით იმ ადამიანს მოუგვარე ეგ პრობლემა, მაგრამ შენი რესურსი მხოლოდ ერთი ზარი იყო და შეხვედრაზე მიხვედი, ხო? მაგრამ ამის უკან შეიძლება ეგრე გააკეთე და გაყიდე, მაგრამ შეიძლება სხვა ქონებებზე გაქვს ძალიან ბევრი ნამუშევარი და მხოლოდ ამ ქონებაში $10,000 რო აიღე, ამ შემთხვევაში ცოტა უსამართლობის განცდა დარჩეს, მე პატრონო ეს. ხომ მივხვდი რასაც ვამბობ. კი. მაგრამ რეალურად როცა მთლიან სერვისს თავაზობ, მიდიხარ. საცობში ხარ. დღის უნდა აეწყო მე პატრონის ცალია. თუ გაქირავებულია ქონება, იქ უნდა ეცალოს მოიჯარეს, ხო? მიდიხარ, შეიძლება შაბათი იყოს, კვირა იყოს. კი ბატონო, ანუ ჩვენი საქმიანობა შაბათ-კვირითაც არ ისაზღვრება და არც 6 საათის მერე არა გვაქვს. შაბათ-კვირას უფრო დატვირთულობი ვართ, ვიდრე კვირის დღეებში. ხო, და ანუ მაგას ვიძახი, ანუ ეგ შენი ამბავია, რომ მიდიხარ, ხო? ძალით არავინ არ გეუბნება, ის ხა კიდე თუ არა შაბათს მოდიო, ცალიაო გეუბნება, კაი, ცალია, მიხვედი. ანუ პროცესი რო აღწეროთ, მიდიხარ. იღებ ვიდეოს, ამ ვიდეოს მე ამონტაჟებ. ანუ თან ამინცა აქვს მნიშვნელობა. როგორი ამინდი იქნება? ელოდები მძეს. რომ დნელში ვიდეოს გადაღება არ იქნება პრეზენტაბელური, ხო? ამის შემდეგ მოდიხარ ოფისში, ან სახლში მიდიხარ, ამონტაჟებ. შემდეგ იხდი რესურს ამის გაპიარებაში. შემდეგ სთავაზობ სხვა კომპანიებს ასოციაციაში შემავალი იქნება თუ არა შემავალი, სულ ერთია, უძრავი ქონების ასოციაციას გულისხმობ, რომ გვაქვს ესეთი ქონება და ამ შემთხვევაში მე თან არაექსკლუზივზე გეუბნები. ანუ ექსკლუზიური კიდე უფრო სხვა არის, ხო? ანუ ექსკლუზიურია, როცა იცი რომ მხოლოდ შენ მუშაობ და ამაში კიდე ამ ხელა რესურსის დახარჯვა გიღის, ასე ვთქვათ და არაექსკლუზივი არის მე პატრონე თავის ბიზნესს ეუბნება, მეზობელს ეუბნება, ნათესავს ეუბნება, ევროპაში რეკავს, ამერიკაში რეკავს, აგერ ბინოს ყირი, ყველა მიცი ჩათვალე, ხო უკვე? და თან ესეთ ქონებაზე როცა მუშაობ, ანუ ამ ხელა რესურსს შენ მაინც გადიხარ, ჩადიხარ ამ დროს თავის ფინანსურ რესურსს, ენერგიას ქონებას როდებ გირეკავს 35,000 სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენელი, რომელმაც აი წეღან დამირეკა მაგალითად ადამიანმა ჩემ ქონებაზე, ჩვენი ექსკლუზივია და 3%-ზე მუშაობ, კომპანიიდან გირეკავ. და თანამშრომლობ თუ კითხო. თანამშრომლობა რა მაყურებელს ვაუხსნათ, ნიშნავს ქონება მაქვს მე, თქვენ ყავს მეორე ჩემნაირი კოლეგას, მაკლერს აგენტს უერთია, რაც მინდა ის დაარქვით. და თანამშრომლობა ნიშნავს 3% რაც გვაქვს შეთანხმებული ვართ მე პატრონესთან. აი ეს კაი შემთხვევაა, ამ შემთხვევაში მე პატრონე დაგვთანხმდა 3% ხის შემთხვევაში ეგრე ხდება ხოლმე. ანუ თანამშრომლობთ 50-50% ნახევარი იქიდან მხარეს, კლიენტის მხარეს, პროცენტ ნახევარი ჩვენ მხარეს. და ეს ადამიანი მეუბნება რომ 3%-ზე მუშაობ ჩვენო და ანუ ვერ მივხვდი თან, ანუ მართლა ბუნებრივად ვერ მივხვდი, აი რანაირი ზარი არ მქონია გინდ აგენტისგან, გინდ მე პატრონისგან, გინდ კლიენტისგან, მაგრამ ეგეთი კითხვა ვერ მივხვდი, ერთი პაუზა გავაკეთე ერთი ნახევარი წამი, მე თქვი, ანუ ჩვენ ვშვებით, ანუ 3%-ს უნდა იმას და ანუ ჩვენ 6% გამოვარდოთ, მე ეს ანუ ეხა იმაზე ვლაპარაკობთ, რომ 3%-ის გადახდა არის და რთული და ეხლა ანუ 3%-ზე მუშაობ და თან ჩვენ ქონებაზე ვლაპარაკობ, ქონება ჩვენია, რომელიც მე გასაღები ჩვენ გვაქვს და მე პატრონი იმას რო გაყიდოს, ჩვენ გარეშე არ გაყიდეს. ხო და აი ეგ არის ზუსტად რა, აი თულია ხოლმე რა, ამ შემთხვევაში მხოლოდ გამყიდველები არ ცოდავენ. ანუ შუამავლებიც ძალიან ცოდავენ სამწუხაროდ და აი ამიტომ არის ამ ხელა ჩვენი იდეაც, რაზეც დავიწყეთ, რაზეც ვცხოვრობთ, ეგაა რომ რაღაც ცნობიერი მეტად გაიზარდოს და ყველანი განვითარდეთ. ანუ ჩვენც ხალხთან ერთად და ხალხი ჩვენთან ერთად. ანუ ჩვენც ხალხი ვართ, ხო? ჩვენც ამ სოციუმს ვეკუთვნით უბრალოდ. უნდა განვითარდეთ და ჯანსაღი გარემო შევქმნათ ამ სფეროში. ანუ ჩვენი აზრი და იდეა ეგ არის და დარწმუნებული ვარ რომ მაყურებელიც ამ ყველაფერში გამოგყვება და კითხვებსაც დაგვისმევს, კრიტიკულსაც
გავგშის კიდევაც და ჩვენ ეგ გვინდა ზუსტად რომ აქ ამ ყველაფრისთვის ვარ ჭეკრებილები რომ ჩვენი გადახდენილი რეალური ისტორიები მოყვეთ და ვილაპარაკოთ სიმართლე, რომელიც დარწმუნებულია რომ ხალხს ძალიან მიწყობდა და წყურია. კი. და აი მყიდველის განსახედიდანაც რო შევხედოთ, ანუ მყიდველისთვის შუამავალი დახმარება უფრო არის თუ დამატებითი ხარჯი. იმიტომ რომ იმ თანხას რაც აგენტს ეკუთვნის, შესაძლოა რომ მასაკუთრემ დაუკლოს ეს თანხა კლიენტს და შესაბამისად ზოგი თვლის რომ ეს არის დამატებითი ხარჯი, მაგრამ გაწეულ შრომასაც თავისი ანაზღაურება სჭირდება. კი ბატონო. ხო, აი ცოტა ხისტად არ მინდა ახლა ისე გამომივიდეს, მაგრამ ანუ ცოტა უმადურობის ამბავი არის რა ეგ როცა ანუ შენი შრომა მინიმუმ მიდიხარ იქ ოჯახის ისტორიასაც იგებ ხო, არ ბინა რატო იყიდება, ცოლით მას გაშორდა თუ სამკვიდრო ძმა გარდაეცვალა და ბინას ყიდის თუ როგორი სხვადასხვა შემთხვევებია ხო, ანუ ამ შემთხვევაში შენ შედიხარ მაგ ისტორიაში, ხო, ანუ ბინა ესე უბრალოდ მოწმენდილსაც თუ საინვესტიციო არ არის, ხა ესე ხო არ ყიდის ადამიანი, ხო, ანუ ჩეული არის უბას და რაღაც მიზეზიდან გამომდინარე ხდება, ხო, ბინის გაყიდვა. ხო, ანუ ეგეც რო არ იყოს, ანუ შენი დრო და რესურსი, აი როგორც აი იურიდიული მომსახურება რო გაგიწევს ახლა ადამიანმა, არა, ესეთ მაგალითს მოვიყვან მაგალითად. ანუ იურის ხო არავინ არ ეუბნება რატო ღირს ორდენი მაგალითად თქვენი 1000 ლარი. ანუ ხო არსებობს ტარიფი, ნუ ნოტარიუსში ახლა თავის ტარიფები აქვს ზოგადად, მაგრამ აი იურის არ ვერჩი, უბრალოდ ჩვენთანაც მიბმულია ხო, ანუ ჩვენი ხელშეკრულებაც ხო იურიდიულად არის გამყარებული იურისტების მიერ. ანუ იურის არ ეუბნებიან მაგალითად რო გითხრას აი კონკრეტულ მომსახურებაზე კონკრეტული თანხა, ანუ ყველა ძალიან თავად იხდის ასე ვთქვათ. ხო, აი იურისტია და ჩვენი პროფესია რახან წინა პირველ პოდკასტში ვთქვი, მე მგონი რახან 4 წელი და 6 წელი მაგისტრატურის სწავლა არ გვიწევს, შესაბამისად ამიტომ არის დაუფასებელი, მაგის პასუხს ვერ ხვდები, რატო არის ესეთ დაუფასებელი. აი ამდენი წლები გავიდა და თითქოს აი ბუქსაობთ. ერთ და იგივე რაღაცაზე ბუქსაობთ რა, აი წინა ეპიზოდში არა, იმის წინა ეპიზოდში ვისაუბრე, რომ არის კომპანიები, რომლებიც ცოტა განვითარდნენ, მაგრამ ძალიან ცოტა არის, აი 50 და 100 კომპანიიდან რომ 3 ვითარდება და მაღალ სტანდარტს ვთავაზობს, 97 ვერ მიყვება. და მე საერთოდ არ ვფიქრობ, რომ 100 საჭიროა 100 კომპანია ამ ბაზარზე, მაგრამ იყოს 100, 200 იყოს. თავარია ის თამაშის წესები ვიცოდეთ, რითიც უმუშაობთ ყველანი, ხო? აი ფასის გაძვირებაზე ამ კითხვას ცოტა გადაუხვიე, პოლიტიკოსივით გამომივიდა, მაგრამ კითხვა ის არის, რომ აი დამატებითი ხარჯია თუ პრობლემას აგვარებს, ხო? ხო. ამ შემთხვევაში აი 100% დარწმუნებულია, რომ დამატებითი ხარჯი ეგ არ არის. აი დამატებითი ხარჯი ვერსებს შემთხვევაში ვერ იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ხო არ ვაძალებთ, რომ ჩვენი მომსახურება გამოიყენოთ, ხო? ანუ ტელეფონზე პირველი კომუნიკაცია რო დგება, ხო? ადამიანს რო ელაპარაკები, გეუბნება რომ კი ბატონო. ანუ ყოფილა ეგეთი რომ ტელეფონში კი ბატონო მქონს და მე არა, ხო? ეგეთი სამწუხაროდ, ეგეთიც ყოფილა, მაგრამ მე ვიძახი ნორმალურ ჩარჩო ურთიერთობას, სადაც ვიცით წესები, ხო? და წესი ისაა, რომ ანუ ძალით არავის არ უვარდება, ხო, ბინაში მე მაგალითად. არ ჩაინე. ანუ ვინ უვარდება, რა, ეხლა მიხვალ, ეხლა ავიაროთ ეხლა ეს კორპუსი და თქვენ ბინას ყიდით და მე უნდა გავყიდო და 3%-იან მომწეთ? ანუ ესე ხო არ არის. რეალურად და ანუ ხარჯი რანაირად ანუ ის ადამიანი დათანხმდა ოჯახში მოითათბირა, რომ ამ საქმეს პურიმე პურომ გამოაცხოს, მაგრამ მაგაზე კარგი გამონათმოს ვერ ვიზახი, იმიტომ რომ ეს ამ ადამიანს იცის ეს საქმე. ეხლა მე სანამ ბაზარს გამოვიკლევ, სანამ რაფასი დავაუდო მაგას და ანუ კომპეტენტური ადამიანი რომ მოდის და 15 წუთში რომ 15 დღის საქმეს გიგوارებს, ეგ როგორ არის? მაშინ სამის შეუფასებელია მე რომ ვკითხო ეგ ექსპერტ. მაშინ 20 იყოს, ხო ხტები? ანუ ჩვენ ხო არ ვიძახით რომ ქონების ნახევარი მოგვეცით, ან გადაგვიფორმეთ რა მეორე ქონება. რაღაცნაირად აი მაგაზე გული მწყდება უბრალოდ ადამიანურად, იმიტომ რომ მე შეიძლება 6 წელს უკან სხვა საქმეს ვაკეთებდი და არ ვიყავი ამ სფეროში მაგალითად, მაგრამ მანამდეც ჩვეულებრივად ადამიანურად ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ადამიანის შრომა დასაფასებელი. აი კურიერი რომ მოდის მაგალითად ღამის 3 საათზე და მოაქვს შაურმა, ხო? ან ხინკალი. ღამის 3 საათზე შაურმა ხინკალი ცოტა უცნაურია, მაგრამ კაი. ანუ რატო უტოვებ ტიპს? ანუ რატო უტოვებ? ანუ ეგ ხო დააფასე იმ ადამიანის შრომა. გაწეული შრომის ხო, ანუ იგივეა რა, ანუ ხვალ კურიერი ხარ, ზეგ მიმტანი ხარ, ანუ პროფესიებში იცვლებ, ეხლა მეც არ ვაპირებ ამ სფეროში მოვკვდე მაგალითად, ხო? მაგრამ ანუ ამ სფეროში რაც დავინახე და რაზეც უბრალოდ არ დამეტია გონებაში
ეს გამოუთქმელი აზრები მაგიტო გადავწყვიტეთ რომ ამაზე გვისაუბროთ და სააშკაროს გამოთ რომ იუთუბერობა არ არის ხო ჩვენი მიზანი და ამ ყველაფერს უბრალოდ გვაწუხებს პრობლემა გახდა დღეს ხო ანუ აი თულია იმიტომ რომ გიწევს მტკიცება რომ აი თითქოს ვის ხარ ჯიბგირი ხარ და ხელს უყო ჯიბეში და ფულს იღებ არ არის ეგრე ანუ ეგრე არავინ არ ჩათვალოს ეხლა ეგეთები თუ ვიღაც გაუკეთებია ეგ ანიშნავს რომ ყველა ეგეთია და ჩვენ იმ რადგან პასუხი როგორ ვაგოთ ანუ ვის გამო უნდა ვაგოთ მე მაქსიმუმ ჩემ სიტყვაზე ვაგო პასუხი და ჩემ თავზე ანუ ჩემ შულზეც კი ვერ ვაგებ მაგდენად პასუხს და ეხლა ვიღაცმა X-მა ადამიანმა თუ ესე მოიქცა და შენ ცუდი გამოცდილება გაქვს მე რას მიჩი მოდი გამიცანი და მე დავილაპარაკოთ 3% იქნება თუ მოჭრილი თანხა იქნება თუ მე ჩემგან რა რესურსი დაიხარჯება და მე რა გირჩია და მე რა გამოვიდა აი კარგი ბროკერი ხშირად ისეთ რაღაცას აკეთებს რაც კლიენტი და მესაკუთრე და გამყიდველი ხშირად ვერ ემჩნევენ საერთოდ ხო ეგეც არის კი მეც ყოფილი ვარ ეგეთ შემთხვევაში 2 იანვარი მახსენდება ერთ-ერთ ჩემთვის ყველაზე უცნობ უბანში წავედი კომენდანტის დროს და მე პატრონი და კლიენტი აღმოჩნდნენ მეზობლები აი გზაში ვერო დაიწყეს ბინის ქირა იყო ნუ 700 ლარიანი მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს დინ 700-იანი ყოფილიყო ხო ნუ ანუ აი მეორე თერა თუ უნდა გადავიხადო იმანაც მეო აგერო აგენტმა მომიყვანაო ადამიანიო და სამთოში წავიდაო და აქვნაო ეხა მეო სად არისო ერთი თვის ფული გადაუხადეო და არც მიპასუხაო სად ვეძებო ანუ ხო მიხვდია და მეც აუნდა ეხა ორივეს დასული ადამიანი იყო თან 2 იანვარი ახალი წელია და რა იქ რა ისე მტკიცებულა დამეწყებინებინ აი შენ რას იზამდი მაგალითად ხო აი რა უნდა მექნა როცა ანუ სატელეფონო საუბარში მე შეთანხმების გარეშე შეხვედრაზე არ მივდივარ ანუ მაგდენი ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს რომ ტელეფონში მაგრამ ეხა ესე არ მithქვიაო და ეხა ტელეფონში ჩაწერები და ასე შემდეგ ხარო პოლიციელი არა ვარ ხო ხტები და ეგრე მითხარი ანუ სიტყვა არის სიტყვა ან დობა არის დობა ხო და მე დავში ძალიან უხერხულად ეგ სხვადასხვის მე რო ხე ჯიუტი ადამიანი ვიყო მაგის მერე ამ საქმეებს აღარც გავაგრძელებდი იმიტომ რომ ძალიან დასაწყისში მომივიდა ეგ და ნუ ძალიან ცუდი ამბავი იყო ეხლა ძალიან ისე მახსენდება უცებ გამახსენდა მაგის გარდა მილიონი არის მაგრამ ანუ უმადურობის ამბავია ხო ხტები ანუ კლიენტი მყიდველი აქ ესე არ შევხედოთ ადამიანი ის ხან როლები იცვლება ხო ანუ ორი ადამიანი რომელიც ფიქრობს რომ ეს უნდა გადავაგდოთ მან რა უნდა ქნა მესამე ანუ ორი ერთს ჯობს მათემატიკა ხო თუ ისინი შედახტები რომ გადაგაგდოთ არის ხელშეკრულება გიმყარებს კი არსებობს ექსკლუზიური ხელშეკრულება არსებობს კლიენტის ხელშეკრულება რომ აი ეს გაჩვენე ხელი მოგვიწერე მაგრამ ეგეთი დავები და უკვე აი ეგ ცოტა მორალურ ჩარჩოებს ხდება და ეხლა სადაც მოსამართლემ უნდა გაგიჩიოს საქმე ცოტა განა მოსამართლეს ვაკინებ უბრალოდ ამ საქმეს მოსამართლესაც ზედმეტი ტვირთი არის აი ესეთ საქმეების გარჩევა რომელიც 2 წელი გრძელდება მე ყოფილა არის შემთხვევები რომ მოუგიათ ეგრე არ გადაუხდია მოუგიათ და მივესალმები იმ ადამიანებს ვინც ბოლომდე მიყვა ამას და არის ეგეთ შემთხვევით მაგრამ ჯამში ადამიანების შემეცნება უნდა გაიზარდოს რომ ამ ყველაფერში ამ საქმიანობაში მეტი დაფასება არის საჭირო და მეტი ნადლიერება და უფრო სიჯანსაღი არის საჭირო და ჩვენ არავის არ ვარდებით სახში შედაისო მაგას გამოვიდა კი მაგრამ აღნიშნეთ და ვისაუბროთ იმაზეც რამდენად ხშირია როცა აგენტი არაფერში არ იღებს 3% და არ აკეთებს რეალურად არაფერს არის ხო აი ეგეთ შემთხვევები ძალიან ხშირია ხო გეუბნები ხა მე თვითონ ეხა მე პატრონი ყოფილიყავი და ეხა თვითონ მე ისე თუდად მელაპარაკა ეხა ეს ადამიანია სახელი როგორც არ მიკითხავს არც კომპანია მაგრამ ნუ ამიშოლობაა კომპანიის სახელს ამ შემთხვევაში ანუ 3%-ზე მუშაობთ ანუ კომპანიამ დამავალა 3%-ზე მუშაობთ თან მიწერია კომენტარში რომ ჩვენ ჩვეულებრივ თანამშრომლობთ სხვა კომპანიებთან მაგრამ აბა მე რა გავაკეთო 5% 6% გავავართ ხო ეს ანუ ხო აი ისეთი არალოგიური რაღაც ალბათ თვითონაც მიხდებოდა მე როგაც მაგრამ ნუ რეალურ ამბავს ყვები აი სულ 2 საათს უკან მოხდა ეგ ამბავი და კიდევ ერთხელ გავოცდი სიმღერა რო არის მე მოვოცები ლამპიონებით გავოცდი მეც რასე ვთქვათ რა და ხო რა ანუ ეს ცოტა ლირიული გადახვევა მაგრამ თუ ამ შემთხვევაში ესეთ რაღაცებზე არ ვიხუმრებთ მაშინ მოხვდებით ფსიქიატრიულ კლინიკაში და არ გვინდა ეგ აი ყველაზე სასაცილო რა გადაგხდენია ყველაზე სასაცილო გამოყოთ ჩვენი ისტორიები ხო სასაცილო გადამხდენია ის რომ თბილისში მაგალითად არის ერთდაიგივე სახელი და გვარის არა მაგრამ ერთდაიგივე გვარის რამოდენიმე ქუჩა რამოდენიმე არა არის 2 ქუჩა რომელიც სხვადასხვა უბანშია მაგალითად და ანუ გდანის მაგივრად რომ მაგალითად სხვა ბოჭორიშვილზე ყოფილა ან სხვა
ბოჭორიშვილის ქუჩა 2-ია, ეხლა შეიძლება ქუჩა 2 გავიხსენო, მაგრამ ანუ მე ველოდები მაგალითად 1 საათი და თვითონ მისული არის მეორე ლოკაციაზე იმ ქუჩაზე ოღონდ რა. ანუ იმიტომ რომ ზოგადად არის ხოლმე ქუჩები, სადაც ლოკაციის ჩაგდება არ არის საჭირო ხა არსებობს ცენტრალური ქუჩები, რომლებიც ყველა მიცის, ხო? და ხა ლოკაცია, კონკრეტულ ლოკაციას არ ჭირდება, არ მჭირდება ვიცი, ხო? ანუ თუ ვიცი ახლა არ ჩაუვდებ, ხო? მისულა ის იქ ველოდება, მე აქ ველოდები და მე პატრონი კიდე რაც ბავშვი რაძინოს მაგალითად და არის ესეთი გაუგებრობა, ნუ ისეთია რა. არა, კურიოზები ზოგადად ამ სფეროში მგონია ხშირია. ჩვენ ალბათ ერთი ეპიზოდი კურიოზებს მივუწყებთ. ხო, ანუ კურიოზი ალბათ ისეთი რა, აი ადამიანური რა, 2 საათი მილოდინია მაგალითად ჩემი ყოფილ სხვა სამსახურში შვებულებაში წავიდა და დამიტოვა კლიენტის და მე პატრონის ნომერი და ზოგადად მე მაგუმანში არ მუშაობდი და ზესტაფონის ქუჩაზე იყო მახსოვს, აი მაგდენი ხანი არავისარ მილოდინია კლიენტთან. ზუსტად 2 საათი ნახევარი ველოდი რა. და მეც ახლა რუდუნებით ხო ხტები, რაც პასუხისგებლობით ჩემი მეგობრის კოლეგის ის იყო და მინდოდა რომ გამეყიდათ რაღაც საზაფხულო, ასე ვთქვათ, საჩუქარი გამეკეთებინა და ნუ ჩემი ინტერესიც იყო ხო რა თქმა უნდა და აი თან მომხმარებელი ყოველთვის მართალია ხო, ეს ეკონომიკაში მე რო სწავლობდი, ეგ გვასწავლეს და კი ბატონო, მაგრამ ამ შემთხვევაში მე პატრონეც ხო ადამიანია, ეგ კაი შემთხვევა იყო, რომ მე პატრონი მან ცხოვრობდა და მოსასვლელი არ იყო. და აი როცა მოვა ამოდი თუ ზივარ ესე სკვერში და ველოდები. ანუ 1 საათი გავიდა, აი მოთმინება ხო ეხა ამ სკვერში ძალიან მნიშვნელოვანია ესეც, მაგრამ ეხა დაგვიანებაც არის და დაგვიანება, საცობიც არის, საცობიც, რა ვიცი. გორიდან არა და ქუთაისიდან ჩამოვიდა და 2 საათნახევარში და ზესტაფონის ქუჩა იყო თან. მაგრამ ხო, მაგრამ რომ ავიდა არაფერი ხო, ნუ ერთი ბოდიში და კი ბატონო. ავიდით და იქთან ჩიხოხა ყავდათ მახსოვს და ნუ ჩიხოხამ კიდევ შემჭამა რა. აივანზე დააბეს, ხო, გელივით გახდა ეს პატარა ძაღლი. ნუ ანუ ეგეც кайკურის, მაგრამ მე პატრონი იყო ძალიან თბილი მახსოვს და არ გაიყიდა ეგ ბინა, მაგრამ აი შეხვედრე რომ თბილად მოდიხარ, აი ემოციურად არის ხოლმე რა, ეხლა ჩვენ რაღაც უმადურობაზე ვაპარაკობთ, მაგრამ აქაც მეორე მხარე რევერსი, მეორე მხარეც აკაკაურობას. ანუ ხშირ შემთხვევაში შეიძლება გარიგი ვარ გამოგიდეს, მაგრამ იმდენი და თბილი ენერგიებით აღივსო შეხვედრი და რომ ეგ ხშირ შემთხვევაში თუ არა, ძირითად შემთხვევაში ხანდახან ფულზე მეტიც არის ხოლმე. ნუ მე ზოგადად ერთი ემოციური ადამიანი ვარ და ჩემც ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, ნუ ზოგისთვის ეგ არ არის მნიშვნელოვანი. ზოგისთვის მარტო დოლარები არ მნიშვნელოვანია. ჩემთვის ორივე. და როგორ უნდა აარჩიოს? შენ რომ ესეკუთრე იყო, როგორ აარჩევდი, რა კრიტერიუმით სააგენტოს ან აგენტს? ო, ძალიან კაი კითხვა. ისე სხვადასხვა აქამდე როცა შემიქე რომ კაი კითხვები არის და კითხვები აქ ძალიან ბევრი შეიძლება დავისვას, მაგრამ როგორ ავარჩევდი? ნახე, გააჩნია მე რამდენად დაკავებული ვარ. მოდი ახლა დავიწყოთ. ხო, აი მე თუ ვარ ახლა 5 სამსახურში მუშაობ, 7 შვილი მყავს და კიდე 3 მანქანა, რომელსაც ვერასად დავაყენე არ მახსოვს. არ მაქვს დრო. ხო, ანუ მაგ შემთხვევაში ამდენ კვლევას ვერ ჩავატარებ, ხო, აი ეს კომპანია და ამის წარსული და როდის დაარსდა და ასე შემდეგ, რომ ისტორიები გამოვიკვლიო რა. მაგრამ როგორც ხდება, ეხა საქართველოში დავიბადეთ და არის ხოლმე კარგი მრჩეველები არსებობენ. მეგობარი იქნება თუ შინაური, ასე ვთქვათ, კეთილი სურვილი ადამიანები ყავს. მოდი აქედან დავიწყოთ, თუ მე ძალიან არ ცალია, ანუ ვიტყვი რომ აი ბინას ვყიდი რა და აი გამოცდილებები ქონიათ მეგობრებო? ანუ შინაურებში ვიკითხავ ასე ვთქვათ, ჯერ. ნუ იქიდან ის იმას ვეთქვის, ის იმას ვეთქვის, მაგრამ ხო არსებობს ადამიანი, აი აზრის ლიდერი და არ ვკითხო უფრო კარგი მრჩეველი, ხო? ყველა შეიძლება შინა ძალიან მეგობარი იყოს, მაგრამ არ იყოს კარგი მრჩეველი. ანუ ეგ ერთი მეთოდი. მე მაგალითად ეგრე ვიზამდი ყოველდღიურად მე. თქვი კიდევაც ემოციური ადამიანი და ანუ კვლევები და ანუ ბევრი აი დღეს ახლა საინფორმაციო ველზე არის ძალიან ბევრი ფეიქ ინფორმაცია და ახლა შეიძლება 10 წლის უკან დაარსებული იყოს კომპანია და ამ დროს გუშინ იყოს დაარსებული და ახლა მოტყუდები ხო ეგრევე. ახლა იმას ხო არ ჩამოვიძიები რომ ის 10 წლისო დაწერა მართლა 10 წლისაა თუ თელ ამდენი დრო არ არის ხო? ან დრო ხო ფულია და მე მინდა რომ ბინა გავყიდო ახლა და ვინც დამანახებს თავს რომ ამ საკითხის პროფესიონალია მაგას მიხვდები ძალიან მალე რა. ანუ ყველა მიხვდება მაგას. ანუ აი რაღაც ჯვარედინი დაკითხვით ან რამოდენიმე ისეთ კითხვას დაუსვამ, რომ აი გამიყიდიაო 20 ბინაო რო გითხრას და უცებ 5 წამში შეიძლება მიხვდე რომ 5 წამში ვერა, მაგრამ 5 წუთში მიხვდე რომ ეგ თავის მოსაწონებლად გააკეთა ბევრი შევას პლუს მაგ. ამის წინ ერთ-ერთ გასაუბრებაზე ვიყავი ბოდიში გადაწყვეტინე. ადამიანი მეუბნება რომ მაქვს 4 მილიონი მქონებაო გაყიდულიო. მე უნდა ავიყვანე სამსახურში. არ დავიწყე იმ კომპანიაში მუშაობა და ნახე, მაგაზეც არ არის რა. ანუ ჩემთვის მაგალითად პროფესიონალიზმი მაგაში არ გამოიხატება, რომ მე რახან 4 მილიონი კარგად ჟღერს და საკომისიო ძალიან ბევრია
არ მაგითი მე კომპეტენციას ვერ შევაფასებ. ანუ ჩემთვის მთავარია ადამიანთან ურთიერთობა როგორ გამოსდის პირველ რიგში და რამდენად ემოციურად შეუძლია რომ დაუკავშირდეს და ორივეს ინტერესები გაითვალისწინოს. აი ამ სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი შუამავლია თუ ქვია, ხო? გინ მაკლერი და გინ ბროკერი, მაგრამ შუამავალი ორი ადამიანის ინტერესები უნდა იყოს ჩემთვის მნიშვნელოვანი. და აქედან უნდა გამოიყვანო ოქროს შუალედი. აი სადღაც სასწორის როლი უნდა გათანაბრდეს, რომ ორივე ყველა ერთნაირად ბედნიერი ვერ დარჩება, მაგრამ რატომაც არ შესაძლებელი. აი პირადად ჩემთვის პირველ რიგში რაც უყურებ არის კომპანიის მარკეტინგი, როგორ მუშაობს. სოციალური ქსელი ყიდის რეალურად ყველაფერს დღეს და ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მარკეტინგი. პირველ რიგში ამას შევხედავდი და მე როგორ წარმომიდგენს აგენტის საკუთარ თავს რა თქმა უნდა. ხო, მაგრამ აი ხა ჩვენ შორის თავობათა განსხვავება რო არის, მე ჩემ დროს რა ვიცი, არც მახსოვს Facebook-ი როდის მქონდა. ნუ დღევანდელ რეალობაში ხო, ანუ მე Nokia-ს თაობა ვარ და ასე ანუ მაგრამ მარკეტინგი ეგა განა არ ვაღიარებ მაგას. ანუ ჩემთვის ანუ მაგიტო პრიორიტეტად რაც პირველად თქვი იყო. შენთვის რო იყოს პრიორიტეტი ზამბუნებრივია და ხო, ეგრეა რა. ანუ მეც ეგრე ვფიქრობ, რომ სოციომედია ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ აი მანდაც ეგ არის, აი შეიძლება ადამიანი ძალიან ლამაზი თვალებით იყოს და ძალიან ლამაზად მეტყველებს, მაგრამ ეს მხოლოდ კადრისთვის იყოს რა. ხტი? აი მანდ მაქვს მე ცოტა მეორე მხარე რა, აი რევერსი არის ჩემთვის ეგ რომ შინაგანად ბუნებრიობა რო გაიგო, უნდა ესაუბრო ბუნებრივ პოზაში ადამიანს. ანუ აი ვიდეო ჩაწერის დროს, ეხლა ჩვენ მაგალითად აი იხედავ ესე სტუდიაც არა გვაქვს ჯერ ეხა ესეთი და ეხლა ვდგავთ პირველ ნაბიჯებს ასე ვთქვათ, მაგრამ მაგაში კი არ არის მნიშვნელოვანი ჩვენ რას ვიძახით ეგაა, ხო? ანუ ჩვენი კონტენტი თქვენ ენაზე რო ვთქვათ, ანუ შიგ თავსი რას ლაპარაკობთ მაგაზე არის, ხო? თორე მე ხა თმა გადაპარსული მაქვს თუ წვერი მაქვს თუ ასე შემდეგ, ეგ არ არის მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში. მაგრამ ანუ ხალხი ძალიან დავარცხნილ რაღაცებს აკეთებს ხოლმე და აი ხელოვნურობასაც შეატყობ. ხო და რო ჩაეძიები ხშირ შემთხვევაში ხდება ისე რომ აი რა შეუკვეთე და რა ჩამოვიდა, ხო? აი ძალიან ისეთი კაი შედარება არის ეგ რომ ხედავ ყველაფერი ძალიან კარგად არის დავარცხნილია 10 წლიანი გამოცდილება გაყიდული 100,000 ქონება, ჯერ ასე ქონება სად არის, მაგრამ კაი, აიყიდა 7 კორპუსი აშენდა და 7 ვეჭვ ნოყიდეთ, კარგად იღებს ყველაფერი. ანუ მე ხა გასაუბრებებიდანაც ვამბობ რა მაგას, როგორც ხა მე რო ვიყო მაგალითად გამყიდველი, იგივე როლში ვარ, როცა მივიდოდი კომპანიაში და მეუბნებიან თქვენზე მომიყევით, ხო მე ჩემზე მომიყევი, ხა თქვენზე მომიყევით, ხო თქვენ ხართ ხო კომპანია მაგალითად და მიყვებით თქვენზე, რომ აი ეს ჩვენ ხა 10 წელია ვართ ბაზარზე, იმოშვებით, იმოშვებით, მაგრამ მივედი ერთი თვე და ვხედავ რომ ეს იმოშვებით ამოშვებით სხვა რაღაც ჩამოვიდა. ანუ ტემუზე შევუკვეთეთ რაღაცა და ხა რეკლამაში ჩამოვართ და ჩამოვიდა ისეთი. ჩინური პროდუქტი კარგიც არის, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემთვის აი პირველად რომ დაველაპარაკები ადამიანს, მაგიტო აი შეხვედრაზე მისვა, მაგიტო აი ტელეფონით აი ქონების აღება აი ძალიან ისეთი მგონია მე რა. ცოტა ისეთია რა, აი ვერ მიხვდები აი ტელეფონში შეიძლება კარგი ხმა გქონდეს, ძალიან დამაჯერებელი იყოს და მოვიდეს და მიხვდე რომ ამას ვერ ამდობ შემქონებას. და ისე ჯობია შენ გაყიდო უაგენტოდ და არ გადაიხადო არაფერი, საკუთარ თავს გადაუხადო 100%. მაგალითად. ჩემთვის ეს ძალიან ხელოვნურია, აი კონტენტს რა, რას თქვიან. ეტყობა ვიდეოს როცა არის ხელოვნური და ეტყობა ადამიანს, ვინც იღებს ამაში მონაწილეობას, ხელოვნურია თუ ბუნებრივი. და მე რომ ესაკუთრე ვიყო, არა ვირჩევდი ისეთ სააგენტოს კომპანიას, რომელსაც აქვს ესეთი ხელოვნური კონტენტი მაგალითად. ხო, მაგრამ აი ხა შენ ეტყობა ხატვა გიყვარს და თვალი აქვს ეგეთი, ანუ ყველას ეგ თვალი არ მიწევს. სხვათა შორის ბევრი ამჩნევს. ხო, არ ყველას არ დაანაცვლა ხა ეგ თვალი ხო ხტები და ამიტომ ხა ხელოვნურობას თუ ეგრევე ატყობ რა ვშენ. გამარჯვებული ხო, ძალიან კაი არის. ზოგადად პირველი ემოცია ისაც 5 წამში იქნება, ხო? ამ თეორიას ეგრე ვისწავლე მეც, რომ ანუ პირველი ჰაბიტუსი ადამიანის და დამოკიდებულება იქნება აურით ეგრევე 5 წამში. 5 წამში თუ გონებამ დაბლოკა ადამიანი, რაც კიდე მე ატრიალო თულია. ეგ არის, ხო? და შენ თუ ეხა მაგას მე მაგალითად ვერ ვატყობ. ანუ რაღაცებს ვატყობ, მაგრამ ეხა ესე ფეიკია თუ მართლა ეგეთები არიან? ემოცია ხომ მოდის ადამიანის. ხო, არა, რაღაც ხრივ გეთანხმები მოდის, მაგრამ ხო, ნუ გოგოები რო ისე ხართ. კიდე ხედულები და უფრო სიღრმისეულად. განა გოგოები და ბიჭებზე არ ეკრო. სექსისტურად კი არ ვიძახი, უბრალოდ მე რო მეუბნებიან რომ მაგარი ვარო, ჯერო რომ მაგარია, რატომ იყუებოდეს, მაგრამ ნუ მოხაროთ. ბევრი მაქინაციები არსებობს. არა მარტო ამ სფეროში.
მოდი ეტაპობრივად მივყვეთ და ვისაუბროთ რას აი ბინას ყიდით ხო. და როგორ ყიდით მოდი როგორ ყიდით? ეტაპობრივად გავყვეთ და ავხსნათ მაყურებელს. იმიტომ რომ ბევრს აქვს ეგ. კი ბატონო, მოდი ესე ვთქვათ, მაშინ როლები გავითამაშოთ, შენ ყიდი ბინას და მე დაგირეკე. ლიკა გამარჯობა, თაზო ვარ. დავინტერესეთ თქვენი ქონებით და მინდა რომ ვიმუშაოთ თქვენ ქონებაზე. ნუ თქვენ მეუბნებით რომ კი ეს კაი შემთხვევაა კი. და ნუ პირობები თუ იცით, რას ნიშნავს ჩვენთან თანამშრომლობა, აი 3% წერანს ვიყარგეთ, კი, ანუ მე 5 ბინა მაქვს გაყიდული და ვიცი. ეს კაი შემთხვევაა, ნუ ძალიან კარგი. და დავუშვათ ახლა არის ეს 4 შაბათია, ხო? აი 4 შაბათია და მე გეუბნებით ეგრევე რომ აი თქვენ როდის გეცლებათ რომ მოვიდე და ან მე და ჩემი თანამშრომელი მოვიდეთ და გადავიდეთ ბინა. თქვენ მეუბნებით რომ სოფელში მიდიხართ ერთი კვირაა და არ იქნებით. და გასაღებს ხო ვერ დატოვებდით ახლობელთან, მაგრამ ნუ გასაღებიც ვერ იქნება. ნუ გელოდებით ერთი კვირა რომ ჩამოხოთ, მე გადავიდეთ. ცოტა გზავტყობი, მაგრამ ან ეგეთი ისტორიებიც ხშირია რა, ანუ ადამიანები მოძრაობენ, გაღდგომა, კაი ამბავია, ცუდი ამბავია, მოკლედ. ან ჩვენ ვართ ამ ყველაფერზე დამოკიდებული. ხო. რო გადავიღებთ ბინას, უკვე ნუ პროფესიონალური ვიდეო როგორც შეგვიძლია, რა თქმა უნდა, შეგვიძლია თუ კერძო სახლია დრონითაც გადავიღოთ და კიდე სხვა რესურსის დავხარჯოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში რო არ გავართულოთ, და ჩვეულებრივ ბინაზე ვამბობ, მიდივართ გაყიდვაზე. ვიღებთ ვიდეოს. აბა მე ავიღებ ვიდეოს პირადად, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ცოტა ძველთაობა ვარ, ვიდეოს გადაღება ჩემი უპირატესობა სხვა რაღაცა არის და ჯობია ისე პური მეპურემ გამოსხოს და ვიდეო შენ გადაიღო მაგათ. ხო. რომ იყო დრო როცა მეც ფოტოებს ვიღებდი ბევრს, მაგრამ ეგ ახალგაზრდობა იყო და ეხლა ამიტომ აღარ ვიღებ. ვიდეოს რო გადავიღებთ, შემდეგ ვეცნობით ადამიანს ან ჩვენ სერვისს დავაზობ, ჩვენი სერვისი რა არის, ანუ რაში დავხარჯავთ ამ რესურსს, რა პერიოდში შეგვიძლია ეს ქონება გაიყიდოს. თუ არ არის რეალურად ასტრონომიულ თანხას არ გვეუბნება, წინა ეპიზოდში ვისაუბრეთ, ფასები როგორი გაფრენილია და აი ჩვენ გვიწევს მტკიცება, რომ აი ეს არღის ესე, აი ეს მეუბნება ჩვენი დამყიდველი, რომ აგერ მეზობელმა ამათ გაყიდა და ჩვენსაც რა ჭირს. დაწყებული ხო არ არის, რატომ უნდა გაიყიდოს ამ ფასში. შენ ეუბნები, რომ იმარო გაყიდა, გავიგე გაყიდა, მაგრამ ეგ არ არის ფასი. თუ გინდა რომ მალე დადგეს შედეგი, უნდა დამიჯერო რაღაცეებში. თუ არ გინდა, მაშინ დავამშვიდობოთ. ნუ კაი შემთხვევასაც არ მივყვებით, მიჯერებს. მოკლედ ვიწყებთ გაყიდვას კონკრეტული თანხიდან. ამ შემთხვევაში ჩვენ დავაზობთ ექსკლუზიურ ხელშეკრულებას, ექსკლუზიური ხელშეკრულება რა თქმა უნდა ყოველთვის კარგია, იმიტომ რომ ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ ძალიან დიდს. ექსკლუზიური ხელშეკრულების პასუხისმგებლობა ისაა, რომ ჩვენ რომ მხოლოდ ჩვენ ვიმუშავებთ და ანუ მხოლოდ ჩვენ კრუხივით არ დავაჯდებით ამ ქონებას, ნიშნავს რომ გავაზიარებთ სხვა კომპანიებში, მაგრამ ან მხოლოდ ჩვენ ვიმუშავებთ, ნიშნავს რომ მე პატრონი მას რო გაყიდოს, ჩვენი ჩართულობის გარეშეც, ანუ ჩვენ კონკრეტულ თანხაზე თანხდებით, რაც ჩვენ ავიღოთ. ექსკლუზიური თანამშრომლობის უპირატესობებზე ცალკე. ხო, მაგაზე ცალკე ვისაუბროთ, კი ბატონო, ამ შემთხვევაში კაი, არა ექსკლუზივი არის, მუშაობთ, უბრალოდ ჩვენ ყავს მაგ ლოკაციაზე რეალურად დაინტერესებული ადამიანები და იმიტომ ვრეკავთ, ხო, იმ უბანში. გვაქვს მოთხოვნა. ანუ შემთხვევაში ისე ხდება ხოლმე, რომ აი მოთხოვნაც არ აქვს და აიძახიან, რომ აი ეხა ომი არის მაგალითად და ებრაელები ჩამოვლენ და ჩვენ ყავს ინვესტორები და ნუ ეგეთებიც ხდება, მაგრამ ჩვენ ეხა ნამდვილ ამბებზე საუბრობთ და ნამდვილ ისტორიას ყვებით და შესაბამისად გვაქვს რეალურად დაინტერესებული, რომელზეც ვაჩვენეთ 4 ბინა, მაგრამ არ მოეწონა კონკრეტული მოთხოვნა, კარგად ვიცი და კონკრეტულად დავრეკეთ აი ამ ბინაზე, რომელიც ყველაზე მიახლოებულია იმ ადამიანის მოთხოვნით. და ეს შედგა შეხვედრა. ექსკლუზივი რახან არ არის, კი ბატონო, ვიდეოს ჩვენ მაინც ვიღებთ აუცილებლად, იმიტომ რომ კონკრეტულად უნდა მიხვიდე ბინაში მინიმუმ სადარბაზო როგორია ნახო, ლიფტი არის თუ ვარდება, იქ ავიძაღლი ხო არ არის ეზოში, ბაღი სად არის, ხო ხვდებით ამ უფრო უკეთესად აწოდებ ინფორმაციას. კი ბატონო, იმიტომ რომ ნახე შეხვედრაზე შენ როცა პირველად მიდიხარ, თვითონ ნახველსაც იმდენი კითხვა აქვს, რომ აი საერთოდ პირველად შენ როცა მიდიხარ, ეგრევე გეტყობა რა, აი რაც გინდა იმ უბანში კარგად იცოდე, სადარბაზო ყველა სადარბაზოში ხო არ იქნება ასული. ნუ დაჭერობნას თუ თამაშობენ ყველა სადარბაზოში შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც ვერ გეწოდინება ხო ყველა სადარბაზო. ამიტომ არის მიშლა ძალიან აუცილებელი და ამაში დრო იხარჯება და რესურსი იხარჯება, ანუ რესურს გულისხმობ, ტრანსპორტი გჭირდება, საცობია, იქ დრო იკარგება, ამ დროში შეიძლება სხვა რაღაც გააკეთო, მაგრამ შენ ამ დროს გამოყოფ ხო ხტებით, ანუ აქ ისე ჩვენი უპირატესობები საუბრობთ, მაგრამ რეალურია, რასაც ვიძახით. მე მგონი ყველა დამეთახვევა მაგაში, რომ აქ ჩვენ არ ვაზედმეტეთ არაფერს რა. და ანუ ამ ქონებას ვიღებთ და შემდეგ თავადობთ ამ ადამიანს, მაგრამ სამწუხაროდ ამ ადამიანს არც ეს მეხუთე ქონება არ მოეწონა და ნუ ასე ვთქვათ, ვაგრძელებთ ჩვენი ძებნას იმ ადამიანს ვემშვიდობებით და ის ალბათ თავისით გაყიდის, იმიტომ რომ ჩვენ ექსკლუზივი არ შევთანხმდით, ვერ შევთანხმდით
იმასაც თან 3%-ს გადახტა, აი ძალიან ხშირად არის, შენც გექნებოდა ეგეთ შემთხვევა, რომ შეხვედრის დროს მე პატრონი იძახის, კი, როგორ არა 3%-ს როგორ არ გადავიხდი, ოღონდ ეს გამაყიდინე. და საქმეზე რო დგება, მე და მე იცი, აი ორზე ხო შეთანხმებული ყავით და ეგ ვაჭრობა ცოტა ისეთია რა, აი ბაზარში ხო ვარ, ანუ კი ბაზარია ეს საბაზრო ეკონომიკაა და ბაზარია, ასე ვთქვათ, მაგრამ ვაშლი ხო არ არის რა, 20 წუთი დამიკელი. მე მაგაზეც ცოტა უხერხულად ვარ ხოლმე, იმიტომ რომ თუ შევთანხმდით, თუ არ შევთანხმდით, მითხარი რომ მე მქონია ეგეთ შემთხვევა, რომ 3% არ მიიღის, 2 მიიღის და გამოვართოთ ხელს და ავიღოთ 2%-ს. მაგაზეც სამწუხაროდ წინა კომპანიაში სადაც ვმუშაობდით, კარგად გავიროზგე, მაგრამ არა უშავს. და გავიროზგე ჭყალებში. 3% იყო იქ. შევთანხმებლობა, მაგრამ მოკითხვა აქედან ჩვენს ძველ დაფუძნებას. კითხვას მე მგონი ასე ისე გავეცი პასუხი, ხო? დანარჩენი შეიძლება შენ დაამატო პრინციპში, რა ვიცი. ხო, მე ჩემთვის პირველ რიგში, ჩემთვის ესე დავიწყდი მუშაობას, რომ ჯერ ფასის, ანუ გავარკვევდი იმ ტერიტორიაზე რა არის ფასი, ამის მიხედვით თუ რჩევას აკუთრებს, თუ ძვირი არის და აკოს ფასს. იმიტომ რომ თუ ფასი არ არის კარგი, აზრი არ აქვს მუშაობას, ორივე დროს დავკარგავთ, რესურს დავკარგავთ და ასე შემდეგ. ფასს დავადგენდი პირველ რიგში, მე ექსკლუზიურად თანამშრომლობას შევთავაზებდი, თუ არ იქნებოდა თანახმა ჩვეულებრივი მუშაობდი, მაგრამ ნუ ჩემი აზრით ყველაფრის გასაღები არის ექსკლუზიური თანამშრომლობა მაინც, იმიტომ რომ ბევრად უფრო მონდომებული არის აგენტიც და იმიტომ რომ იცის რომ დაცული არის და ვიღაც სხვა არ გაუყიდეს ერთ დღეს სამქონებას. აი მოდი ახლა როლები ორი წუთით შევცვალოთ. დრო გვაქვს ხო მე მგონი. ანუ მე დაგისვა კითხოს რა, ესე სპონტანურად დამება და შენ ხარ ახლა აგენტი მაგალითად და მე ვარ ძალიან კლაუზნიკი, როგორი სიტყვა არის, ქართულად როგორ თქვა. ანუ ცოტათ დეტალებზე ორიენტირებული ადამიანი ვარ და აი ბოლომდე ვერ დამაჯერე რომ შენ ამ 3% გეკუთვნის და აი კიდე რა არგუმენტს მოიშველიებ რომ ითხრა რომ აი კი აი დედასპიცა ვარ მაგარი ვარ ხო არ ანუ აი რა ასმეთ რავი, მარკეტინგი ალბათ ყველაზე დიდი ეს არის. ანუ შენ მაგითი სოციალურ აი ბებო ვარ. ხო, ანუ ბებოსთან თულია მარკეტინგზე რო ვაპარაკობ, რომ ნიკაობაში მარკეტინგი არის. იქ იყო ზესუმზირის გამყიდველი, რომელმაც ყველაფერი იცოდა და იმან იცოდა რა იყიდებოდა უბანში, მაგალითად. ქონია ეგეთ შემთხვევებიც, მე არ მაშინ პატარა ვიყავი მეც, მაგრამ ჩემს უფროს მეგობრებს, ვინც მაშინ მაკლერობდა, უთქვამთ, რომ ბებო მიცის ყველაფერი, ანუ ფასები და ასე შემდეგ. აი ბებოს ვეტყოდი, რომ ენერგიას და დროს დავუსაკავდი, ყველაფერი მის გასაკეთებას გავაკეთებ მე. თან რაღაცნაირად კითხვებზე პასუხი ბებოსთან ბებოს დობა ჭირდება, რომ არ მოატყუო. რომ მარტო ხელაა მაგალითად. ხო. საგებია, მაგრამ ხო არა, მარკეტინგი მართლა გადამწყვეტი არის, ხა გინდი იქით ახტი, გინდა აქეთ დახტი, მაგით დგას მთელი მსოფლიო და ყველასფერო, ხო? ანუ ყიდვა გაყიდვა, ანუ ისეთ რაღაცებს ყიდულობ მაღაზიაში, მე მაგალითად სამშობლოდ მიყიდია და ისეთ რაღაცა რაც საერთოდ მჭირდებოდა, ანუ ხელს გამოვაყოლე. ამიტომ ეგ არის მარკეტინგი, კი ბატონო. ხო, რა ვიცი, კითხვებსაც შეეხება შენ კიდე გაქვს კითხვები? აღარ მაქვს კითხვები, თუ რამე შეჯამების სახით გინდა. ხო, ანუ შეჯამება ისე რა ვიცი, თავი ბოლო ისა და ჩვენი აზრიც ეგაა, რომ არ ვარ ცუდი ხალხი. და არც იმას არ ვამტკიცებთ, რომ ანგელოზები ვართ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, რომ ჩვენ რასაც შეგვიძლიათ ის გავაკეთოთ რა, მაგალითად. და სხვაზე კიდე ყველას მაგივრად პასუხს მოგებინებენ რა ზოგადად ადამიანები და როგორ რაღაცა იცი აი თვითონაც ადამიანურადაც რომ დაფიქრდნენ და ჩვენ აი ხვალ შეიძლება ახლა უყურებს ყველა თაობის ადამიანი ხო ჩვენს ამ დღევანდელ ვიდეოს ხო აი ხვალ რო გახსნით თვითონაც რომ მოუწევთ ეგეთი რაღაცები მე ეს სიტყვები გაახსენდებათ რომ თურმე ჩვენ თქვათ პოპულისტურ რაღაცებს არ ვიძახით და რაღაცნაირად საჭირო ხალხი ვართ და აუცილებლად შედეგის დადება შესაძლებელია. ანუ 100%-იანი არ არსებობს, 100%-იანი ცხოვრებაში არაფერი არ არსებობს და მე თანხმები შენც. მაგრამ ჩვენ თუ ვიტყვით მაგალითად რომ და დაგვეთანხმება მე პატრონისა გამოყვება იმაზე, რასაც ჩვენ თავაზობთ. ანუ ჩვენზე აქ ჩვენი თავის გაპიარებაზე ისე არ გაიღოს, რომ ჩვენ თავზე ლაპარაკობთ ახლა რომ მაგრები ვართ და ვაუ. აქ გულისხმობ იმ კომპანიებსაც, რომლებიც აი კონკრეტულ უბნებში მუშაობენ და სხვებსაც აი დარგის სპეციალისტებს გულისხმობ, რომლებიც ბევრი არიან საბედნიეროდ ღმერთმა ამრავლო. ჩვენ გვინდა რომ ღმერთმა ამრავლო ეგეთი ადამიანები, იმიტომ რომ ყველა რო კარგი იქნება, უკვე თვითონ მე პატრონი და კლიენტის ვეღარ იტყვის იმას, რომ
აი რაში? ანუ სიტყვებს უკან წაიღებს. მოხდები? ანუ მე მაგისი მოლოდინი მაქვს და მჯერა რომ ხვალდაზე აი ეს პოდკასტი იქნება, სხვა კიდე ვიდეოები, სხვების იწერება, სხვების ვითარდებიან, რომ ერთად გამოვა ეს საქმიანობა ყოველთვის იქნება საჭირო, საპატივცემულო და დროსთან ერთად რას დავარქმევთ რეალტორს, მაკლერს თუ შუამავლს, ყოველთვის იარსებებს და თავის საჭიროებას აუცილებლად იზამს. რავი, აქაც ამ ეპიზოდშიც რაც ვისაუბრეთ, რამდენი წუთიც გავიდა, ვერ ამოვწურავთ ამ თემას და სხვადასხვა ეპიზოდებში ვიტრიალებთ იმ თემებზე, რაზეც დღეს ვილაპარაკეთ, რაზეც წინაზეც ვილაპარაკეთ, მაგრამ არც ისაა, რომ შუამავლის როლი ძალიან მნიშვნელოვანია და მეტად უნდა იყოს აფასებული ჩვენი და აფასებულიც და ჯობს რომ დრო დაიზოგოს ადამიანების და საქმე აკეთოს თავისმა დარგის სპეციალისტმა. და გამყიდველმა თავის საქმე აკეთოს. კიდულმაც თავის საქმე და ჩვენ საქმეში იმ ანაზღაურებას მივიღებთ, რადგან შევთანხმდებით. 3 იქნება თუ 5 იქნება, თუ 2 იქნება, ეგ უკვე გააჩნია შეთანხმება. ხო, გააჩნია შეთანხმება. კი ბატონო, ვთქვათ შემდეგი ეპიზოდის თემაც ვისაუბროთ ექსკლუზიური თანამშრომლობის უპირატესობებზე. კი ბატონო, აი ამ თემასაც მივობამთ და აქ რაც ვთქვით, იქაც ვთქვით და ექსკლუზიურზე კიდევ ძალიან ძელი თემაა და საინტერესო. კი ბატონო. და დავალდებთ თქვენს კითხვას კომენტარებში ახლა. მადლობა ხალხო, კიდევ ერთხელ ყურადღებისთვის და რაღაცნაირად გადაჯეგილია ეს საინფორმაციო ველიც ძალიან და ვფიქრობ ჩვენი ეს დღევანდელი შეხვედრაც ძალიან არ დაამძიმებთ ადამიანებს და ანუ თავისთვის საინტერესო ნახევარ საათს თუ რამდენი წუთიც არის იმდეს გაატარებენ ამ მოსმენით და გვისმენთ და თვითონ დაინახავთ თვალები გეტყვიან და ჩვენი საუბარი რომ ამ ყველაფერს გულში ასაც ვფიქრობთ იმას ვიძახით. აბა მადლობა ყურადღებისთვის, დროებით. გაიხარეთ.